ჩვენ ახლა როგორც ჩვენ ახსენე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე ვართ, სადაც 6 საათიდან იკრიბებიან ემიგრანტები და მათი ოჯახის წევრები. ისინი აპროტესტებენ როგორც ამ დღეებში ყველა აქციის მონაწილე და დემონსტრანტი აპროტესტებს მათ სურთ რომ ჩატარდეს თავიდან არჩევნები და ასევე გაათავისუფლონ მათი თქმით რეჟიმის პატიმრები. ჩვენ ახლა სწორედ ვხედავთ მათ სიტყვით მიმართებს. მე ახლა ჩემს ოპერატორს ლევან შერმადინს ვთხოვ რომ გაჩვენოთ აქ მიმდინარე სიტუაცია. აქციაზე მყოფი ემიგრანტები ბანერებით არიან მოსული, სადაც მათ უწერიათ რომ ისინი ამბობენ რომ რუსეთი არის საქართველოს საერთო მტერი. აქ არის სხვადასხვა ბანერი, სადაც წერია რომ საბერძნეთიდან 70,000 ემიგრანტი უერთდება ამ პროტესტს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, გერმანიიდან და თითქმის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ემიგრანტები იმყოფებიან. ყველა ცდილობს რომ ისინი შეუერთდნენ ამ პროტესტს. თქვენ ახლა უსმენთ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, რომელიც მიმართავს აქციის დემონსტრანტებს. თუ იმეს გაქვთ სურვილი რომ ვისაუბროთ და თქვენი აზრი გამოხატოთ, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით. ამიტომაც არ დაიწყინოთ, ჩვენი მიკროფონი თავისუფალია. ჩვენ ახლა შეგვიძლია აქციაზე მოსული ემიგრანტების კომენტარები მოვისმინოთ, რომლებიც მათ ევრონიუს ჯორჯიასთან საუბრისას განაცხადეს. ჩვენ ვართ სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ემიგრანტები, საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც უკვე 2 კვირაზე მეტია აქ ვართ. ყოველდღე გვემატებიან ქართველები, რომლებიც ჩამოდიან საზღვარგარეთიდან თბილისში და რეგიონებში ჩადიან. ვუერთდებით პროტესტს, თანადგომას და სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენ სანამოქალაქეებს საქართველოში, მაგრამ ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მოქალაქეები, ემიგრანტები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ყოველდღიურად გადიან დიდ საპროტესტო აქციებზე. ვითხოვთ იმას, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები თავისუფლად, რომ დასანქცირდეს ქართული ოცნება და ის მოძალადეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებზე ყოველდღიურად ძალადობენ თბილისის ქუჩებში და გვეშინია, რომ ქუჩაში თავისუფლად გადავადგილდებოდეთ და ასე შემდეგ. და ვითხოვთ იმას, რომ არავითარ შემთხვევაში არ აღიარონ ის ეგრეთ წოდებული არჩევნები, რომლებიც ჩატარდა 26 ოქტომბერს და შესაბამისად საერთაშორისო საზოგადოებამ არ მისცეს ლეგიტიმაცია ქართული ოცნების ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას. ჩვენ ვართ ემიგრანტები, რომელმაც ვერ გავძელით, რომ შორიდან გვეყურებინა პროცესების დროს და ჩვენ თანატოლებს, ჩვენს მეგობრებს ქუჩაში უსწორდებიან და დღეს შევიკრიბეთ აქ, რათა გავაგონოთ თბილისის ქუჩებს ჩვენი სათქმელი და ვთქვათ, რომ თქვენ მარტო არ ახართ, ჩვენ ინსპირირებული ვართ თქვენი სიმამაცით და საქართველოს სათქმელს ყოველთვის დავატარებთ გულით. დღეს შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ ვიზახი აქ, იმიტომ რომ სოლიდარობა ვაჩვენოთ. საქართველოს საკითხი არის ჩვენი გულის ტკივილი, მით უმეტეს როცა ქვეყნის გარეთ ხარ, ამ ყველაფერს უყურებ, რაღაც მომენტში შეუძლებელია ემოციებმა არ წაგიღოს და გადავწყვეტეთ ერთ-ერთი რაც შეიძლება გავკეთებინა, დაგვესვა მკვეთრი სოლიდარობის ნიშანი ჩვენი აქ დაბრუნებით, ჩვენი აქტივიზმით და იმ გარემოებით, რომ დღეს ჩვენ გავაგვენებთ თბილისის ქუჩებს ემიგრანტების და მათი ოჯახების ხმას. ჩამოვედი ნიდერლანდების სამეფოდან და მიზეზი არის ის, რომ ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა ხელისუფლებამ ჩვენი არჩევნების უზურპაცია მოახდინა. პუტინის ხელით მან ჩაატარა პუტინმა ბიძინა ივანიშვილის ხელით ჩაატარა რუსული სპეცოპერაცია, რომელიც წინასწარ იყო მომზადებული და ფაქტურად გაყალბებასაც არ ვიტყვი, მოიპარა არჩევნები. ჩვენ ემიგრანტებმა ძალიან ბევრი ვიმუშავეთ იმისათვის, რომ დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა ემიგრაციაში, რეალური შედეგი. ხოლო საქართველოში რა შედეგიც დადგა, ყველამ კარგად დავინახეთ. ამის მერე განვითარებულმა მოვლენებმა იმან, რომ ფაქტიურად ჩვენი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება გამოვიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან, დაარღვია 78 პუნქტი კონსტიტუციის და ქვეყანა მიყავს რუსეთისკენ, ანუ ამიტომ ჩვენ ემიგრანტები ჩამოვედით, რომ კიდევ ერთხელ ჩვენს ქვეყანას დავუდგეთ გვერდით და დავაყენოთ ისევ ჩვენი ქვეყანა ევროკავშირისაკენ მიმავალ რელსებზე.
აქციის მონაწილეები ამ წუთისთვისაც აგრძელებენ თავისუფალი მიკროფონით დემონსტრანტებისკენ მიმართვას. ისინი ამბობენ, რომ არ არსებობს საქართველოში ოჯახი, რომლისგანაც ერთი წევრი მაინც არ იყოს ევროპაში სადმე ემიგრანტად წასული. მე ახლა შევეცდები, რომ ისევ გაჩვენოთ თუ რა ხდება მარჯანიშვილის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქედან დემონსტრანტები აპირებენ, რომ მარშით შეუერთდნენ პარლამენტის წინ მიმდებარე აქციას, რომელიც უკვე 16 დღეა გრძელდება. გიტოვებთ კადრებს უკომენტაროთ.